ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოფიციალურად უკვე ბრალდებულია. პროცედურა იზოლატორში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კობა გაბუნია დაპატიმრებით გაოგნებულია. ამის შესახებ მედიას მისმა ადვოკატმა განუცხადა. როგორც ირკვევა, ის დუმილს ჯერჯერობით არ არღვევს და ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. ადვოკატის თქმით, მინისტრის მოადგილემ ზუსტად არ იცის, შედიოდა თუ არა მის კომპეტენციაში ის, რა საკითხის გამოც ფინანსური პოლიცია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. არადა პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ მან გადაუხადა სამშენებლო კომპანიას საბავშვო ბაღების ასაშენებლად ავანსად 11 მილიონი ლარი, საიდანაც 9 მილიონის თაღლითურად მითვისება მოხდა. როგორ გავიდა გამოძიება მის კვალზე, ვინ მისცა მის წინააღმდეგ ჩვენება და დევს თუ არა საქმეში ჩვენებები ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგაც. ამ კითხვებს საგამოძიებო უწყებები ჯერჯერობით ღიად ტოვებენ. ამ საქმეზე ამ დრომდე ჯამში 6 პირია ბრალდებული. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება. გიორგი, რა წერია ბრალის დადგენილებაში და ხომ არ გადასცეს დაცვის მხარეს უკვე საქმის მასალები საინტერესოა რა დევს საქმეში? კეთილ სავარაუდოდ დაცვის მხარეს უკვე გადაეცემოდა საქმის მასალები და მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას გააჩნია, რის საფუძველზეც დაიწყო კობა გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ცოტა ხნის წინ კობა გაბუნიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა პროკურატურამ და როგორც გამოძიება ამტკიცებს, 30 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გაფორმდა ლაგი კაპიტალთან, იმის მიუხედავად, რომ ლაგი ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს არ ასრულებდა, კომპანია მაინც ითხოვდა სამინისტროსგან თანხებს. ამის შესახებ ინფორმირებული იყო გამოძიების მტკიცებით, მათ შორის კობა გაბუნია, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თუმცა ის თანხებს და მისი ბრძანებით თანხები კომპანია ლაგი კაპიტალში მაინც ირიცხებოდა. ამის შემდეგ საერთო ჯამში საუბარია 11 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე, საიდანაც პროკურატურის მტკიცებით 9 მილიონ ლარზე მეტი მიითვისა ლაგი კაპიტალმა. საინტერესოა, ვისი ჩვენება დევს საქმეში, რის საფუძველზეც ახლა კობა გაბუნია არის საბრალდებო სკამზე, რის გამოც ის დააკავეს. სავარაუდოდ ეს შესაძლოა იყოს მუნიციპალური განვითარების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ჩვენება, რომელზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. საუბარია დავით ტაბიძეზე, რის შემდეგაც პროკურატურა მოითხოვა, რომ მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეფარდებოდა. ახლა ის მას გირაო აქვს, საპატიმრო გირაო შეფარდებული და როდესაც უკვე გადაიხდის ამ თანხას დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. არ არის გამორიცხული, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კობა გაბუნიას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართოს პროკურატურამ შუამდგომლობით და დღესვე იმსჯელებს სავარაუდოდ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კობა გაბუნიას რაიმე სახის კაფი ოპოზიცია არ დაუფიქსირებია, მისი ადვოკატებისგან ვიცით მხოლოდ ის, რომ გაბუნია არის გაოგნებული იმ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურა მის წინააღმდეგ წამოიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ლაგი კაპიტალი. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ ლაგი კაპიტალი ხელშეკრულებებით ნაკისრო სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საამასო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს ეტაპობრივად ამასის სახით გადაურიცხა 11 მილიონ 200.000 ლარზე მეტი. ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 მილიონ 365.000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა. საინტერესოა დაიჭერენ თუ არა ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც მინისტრის თანამდებობას იკავებდა წლების განმავლობაში. ის იყო ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ასევე ოლიგარქი ივანიშვილის მეხუთბე, თუმცა ახლა საგამოძიებო უწყება მისითაც დაინტერესდა. ცნობილია ის, რომ დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ადვოკატის თქმით, თანხა და ძვირად ღირებული ნივთები საგამოძიებო უწყებას არ ამოუღია,
მიიღეს მხოლოდ მობილური ტელეფონები და ასევე კომპიუტერული ტექნიკა. გარდა კობა გაბუნიას სახლისა, მათ შორის გამომძიებულება გაჩხრიკეს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ყოფილი მინისტრის საცხოვრებელი სახლიც და საერთო ჯამში საუბარია ასევე 20 სხვადასხვა ობიექტზე, 20 სხვადასხვა საცხოვრებელ სახლზე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. ჯერჯერობით უცნობია და საგამოძიებო უწყებას დიდი და ბევრი ინფორმაცია არ გავრცელებია ამ ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით, თუ რა მოიღეს და მათ შორის არის თუ არა ამოღებული ის თანხა, რომლის მითვისებასაც კომპანია ლაგი კაპიტალს ედავებიან, საუბარია 9 მილიონ ლარზე მეტი.